სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კვლავ 15 ივნისის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საუბრობს და CESCO-ს პრობლემატურ უბნებზე შედეგების ხელახალი დათვლისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ყველა საარჩევნო უბნის ოქმების შესწავლის შედეგად თვითმმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი გამოვლინდა. ამასთან ასობით უბანზე შემაჯამებელ ოქმებს აკლდა კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი. 500-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმში კი არ იყო დაცული ბალანსი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არჩევნების სანდოობისა და ლეგიტიმურობის გაზრდის მიზნით შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მიწვეული. ძალიან მაღალი იყო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და მეორე თვითონ ოქმებს ახასიათებდა სერიოზული ხარვეზები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო ხშირად არასწორად სათანადო რეკვიზიტების გარეშე შევსებული და დისბალანსები ოქმებში იყო საკმაოდ მრავლად. თუ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ წარმოგვიდგენს უფრო მეტი დამაჯერებლობით, რატომ არის ესეთი მაღალი მაჩვენებელი ბათილი ბიულეტენებისა და ვერ დაგვარწმუნებს, რომ ეს არ იყო თქვათ ხელოვნურად გაკეთებული, ფიქრობ, რომ აი ამ ოლქებში შესაძლებელია არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.